მოგესალმებით, მეგობრებო. წინზე ჩაგიწერეთ ვიდეო ასტროფსიქოლოგიაში წამყვანი პირადი ბლაინდები რა გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიურ ცხოვრებაზე, ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე და ეხლა მინდა კიდე ცოტა განვაზოგადო, კიდე უფრო ცოტა ღამად ჩავიდეთ, როცა მაგალითად საუბრობთ პირად ბლაინდებზე, ის არის მზე, მთვარე, ვენერა, მარსი, მერკური მაგალითად, ხომ? და რა გავლენა აქვს უფრო ფსიქოლოგიაში ამ ასპექტებს და აი როდესაც მაგალითად ასტროლოგთან უნდათ ხოლმე მისვლა უფრო არის განპირობებული იქიდან რომ აი რა მელის ცხოვრებაში სად წავიყვანო ჩემი თავი, ჩემი ცხოვრება, ესე ძალიან ისეთი ასტროლოგთან საკითხავი კითხვები არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩანს ეს რუკაში, თქვათ, რა არის ჩვენი მისია, რა ცხოვრებით უნდა ვიაროთ, რა სფეროები არის ჩვენი, ხო, ასე თუ ისე. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის ხოლმე, რომ ჩვენ თვითონ არ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხი. აი, როცა ჩვენ არ გვაქვს პასუხი, ესე იგი უკვე არის ამუშაო ადამიანთან, ხო, უკვე მას ფსიქოლოგიურად სჭირდება მეტი კონტაქტი საკუთარ თავთან. თუმცა აი ამ გზაზე შეგვიძლია ასტროლოგიაც ძალიან კარგად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ასტროლოგია გვაჩვენებს ხოლმე ძირითად, თქვათ, ძირითად მიმართულებებს, რაზე გვაქვს სამუშაო, უკეთესად რო გავიცნოთ ჩვენი თავი. სხვათა შორის, ახლა 1 თებერვალს გვექნება მე და პრაქტიკოს გეშტალთერაპევტ ვახო კეჟერაძეს ერთობლივი ლექცია ონლაინ, YouTube-ზე იქნება ეს ლექცია და თავისუფალია დასწრება, ვისაც იქნება ინტერესი, ნებისმიერ შეუძლია შემოგვიერთდეს და კითხვებიც დასვას ამავე დროს და ჩემი ინტერესი არის ზუსტად აი ეს პიროვნული განვითარება, მეგობრებო. პიროვნული განვითარება, რომ უფრო და უფრო ასტროლოგია ავიყვანოთ და აი უფრო სიღრმისეულად შევიდეთ ნებისმიერ ესეთ სფეროში, რომელსაც პიროვნული განვითარება ქვია, ხომ? არა დილეტანტურად, არა ზედაპირულად, არამედ მართლა გავერკვეთ, მინიმუმ ჩვენ გვაქვს სურვილი ესე ღრმად შევიდეთ ამ სფეროში, თუ მაინც ისე არ გვაინტერესებს, ხო? აი აქ რომ მივხვდეთ თუნდაც, ხო? და აი მე და ვახო ვისაუბრებთ, ის ვახო გეშტალთერაპიულად ისაუბრებს პიროვნულ განვითარებაში რა ხდება, მესთან კონტაქტი როგორ არის? რა არის ეს მე საერთოდ? რა არის ეს საკუთარ პიროვნებასთან კონტაქტი და აი ამ პიროვნებასა და ველს შორის კონტაქტი როგორ ხდება, ხო? ძალიან საინტერესო ლექცია გვექნება. მე ვთქვათ უფრო ასტროლოგიურად ავხსნი. და თქვენთან ნახავთ, როგორ ორი სხვადასხვა სისტემა ერთი და იგივე თემაზე ლაპარაკობს სხვა ენით უბრალოდ. და ერთმანეთს ავსებენ, ხომ? აი სადაც რაღაც ასტროლოგიაში ჩვენ მაგალითად რაღაცას ვერ ვხედავთ, ან ბოლო-ბოლო ვხედავთ, მაგრამ ტექნიკა გვინდა, ხო, რომ ეს ჩავსვათ რეალურ ცხოვრებაში, აი გეშტალთერაპია გვეხმარება ძალიან კარგად, ხომ? გეშტალთერაპიას თუ არ ყოფნის ბოლომდე ის მიზეზები გაარკვიო, საიდან მოდის, აი დიაგნოსტიკაში ასტროლოგია ძალიან კარგად გვეხმარება და აი წინაზე შემოგთავაზეთ ვიდეო მზისა და მთვარის განსაკუთრებით მოდელებზე, ყველაზე ისეთ ცნობილ ნაწილზე, ხო? ვისაც გაქვთ სურვილი ნახეთ ეს ვიდეო. ეხლა რო აღარ გავიმეორო იგივე, მაგრამ მთავარი იდეა იმაში არის, რომ მზე, როცა ცნობილ ნაწილზე ვსაუბრობთ, ჩვენ როცა მე რაღაცას ვაცნობიერებ, იქ შეიძლება გამოგვეპაროს მთვარე და მთვარე ეს არის შეგრძნებები. და შეგრძნებებთან თუ კონტაქტი არა მაქვს, მე ერთი მინდა, მეორეს ვაკეთებ თემა არის ზუსტად. ერთი ვიცი, მაგრამ არ გამოდის, აი ესე რო ვამბობთ ხოლმე, ხო? ეს უფრო, მე კიდე იშლება ქალურ პლანეტები და მამაკაცური პლანეტები, ესე რო ვთქვათ, ხო? და აქ ესე კი არ არის, რომ მარსი კაცი არის, ხო? აქ არის მოქმედებითი პლანეტები, რომელიც რომ ამ სამყაროში რო გამოგვაქვს ესე, ხო, ენერგია, რომ აი მე აქ რაღაც მინდა ცნობიერად რაღაცა გავაკეთო და ქალური პლანეტები ეს არის პასიური ენერგიები, შეგრძნებებზე ორიენტირებული და მე თუ შეგრძნებებთან კონტაქტი არ მაქვს და ცნობიერთან მაქვს, ან მაგალითად შეგრძნებებთან კონტაქტი მაქვს, მაგრამ ცნობიერთან არ მაქვს კონტაქტი, ეს უკვე არის მორცხვობა, ეს არის უკვე პრობლემები, ეს არის რომ მე კარიერაში გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ და შეიძლება ისიც იყოს, რომ მოქმედებ, მაგრამ აბსოლუტურად გაუაზრებლად, ხო? და შესაბამისად აქაც დარღვეული არის ხოლმე ბალანსი და ასტროფსიქოლოგიაში ესეთ კომბინაციებში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ, რომ ეს ყოველთვის არის მშობლების მოდელები, მზე, მთვარე ეს არის მშობლების მოდელები და ამ მშობლების მოდელებზე მეგობრებო
აი ერთი ნიშნულოვანი ის არის, რომ მთლიანად გადაგვაქვს მერე გარე ცხოვრებაზე. აი ჩვენ როდესაც მაგალითად ხელმძღვანელ პირთან ვურთიერთობთ, სინამდვილეში ის ასტროლოგიური რუკით სადღაც ჩვენს უფროს თაობასთან, მშობლების კუთხით, მაგალითად შეიძლება მამასთან ვურთიერთობთ და აი მაგალითად დოსტოევსკის მუდმივად რო ქონდა პრობლემები ხელისუფლებებთან და სულ რაღაც სერიოზულ პრობლემში შედიოდა, ხო? ხელისუფლებებთან მეათე სახლი ეს არის ავტორიტეტები, ეს არის მამის ენერგია და მასთან ქონდა სერიოზული პრობლემები, ხო? და არაცნობიერ დონეზე ის მამას ხედავდა. საერთოდ სახელისუფლებო ფლანგი და ეს აქ პოლიტიკოსებს არ გულისხმობ, ეს არის მაგალითად რომ მივდივართ რომელიმე სამინისტროში, აი თუნდაც იუსტიციის სამინისტროში და რაღაცები არის იქ დოკუმენტები გასაფორმებელი, ხო გჭირდება იქ რაღაცა გავიფორმოთ, გადავიფორმოთ, რაღაც შევისყიდოთ მაგალითად, ხო? აი დოკუმენტები გჭირდება, ეს არის მეათე სახლის ზონა ზოგადად და ეს არის ჩვენი რაღაცნაირად არაცნობიერ დონეზე ხელისუფლებებთან და ურთიერთობა, როგორც მამასთან ურთიერთობა, როგორც ავტორიტეტებთან ურთიერთობა. მამა შეიძლება იყოს რამდენიმენაირი, ეს იყოს თბილი მამა, რომელიც მაძლევს სტიმულს, ეს მზის მამა, ხო? მაძლევს შინაგანად რაღაც სითბოს, მიმართულებებს, ცნობიერ მიმართულებებს ამ სამყაროში როგორ დავიმკვიდრო თავი, ხო? აი ცნობიერად ხალხთან როგორი ვარ და სატურნი ეს არის მამა როგორც ავტორიტეტი, როგორც საყრდენი, რომელიც მე ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ ჩვენი თავისთვის ეს საყრდენი და არ აქვს მნიშვნელობა ხა ქალი არის თუ კაცი არის, ხო? ყველა სჭირდება ეს ზურგი, შინაგანი ზურგი. ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი თავის ზურგი, იმიტომ რომ ვიღაცა იყო ადრე ჩვენი ზურგი და აი ამ ზურგმა ნენალა აგვიშენა ფსიქოლოგიური სიმყარე. მაგალითად გვასწავლა პასუხისგებლობა, ოღონდ არა გადამეტებული, არამედ ის პასუხისგებლობა, რომელიც ჩვენი იყო, არ აქვს კიდე ზედმეტი, არაცნობიერ დონეზე და აი ფსიქოლოგიაში როცა ვამბობთ არაცნობიერი დონე, ხო? აქ არის აი როგორ რაღაც არის იცით, აი ფსიქოლოგიაშიც არის, როდესაც ბლოკები გვაქვს, აი მაგალითად კუნთები არის დაჭიმული მუდმივად, ხო? შეიძლება სხეული ფსიქიკა ცდილობს შეთანხმებულად გაუმკლავდეს რაღაცნაირად თავდასხმას, ხო, ქვეცნობიერს. აი მაგალითად ვიღაც ადამიანი თუ ჩემს გვერდზე ცხოვრობს, რომელიც თუ მეუხეშება, ჩემი სხეული გამოიმუშავებს მის მიმართ უკვე დაცვით მექანიზმს და სხეულს შეკუმშავს, ხო? ეს არის რომ ფსიქიკა და სხეული ერთობლივად ცდილობენ დაიცვან ამ ადამიანისგან თავი, იმიტომ რომ მე შინაგანად ემოციურად ვერ ვიცავ თავს, ხო? და შეიძლება მეუხეშება ეს ადამიანი რაღაცა, მაგრამ მე და მყარი ვარ, რომ ეს ჩემზე არ მოქმედებს, მე არ მაქვს მასთან ემოციური ბარიერი გახსნილი. შესაბამისად ის ჩემზე არ მოქმედებს და სხეულს აღარ ჭირდება დაცვა, ხო? ანუ აქ მივდივართ შეგრძნებებზე, როცა ვაცნობიერებთ, რომ სხეულს და ფსიქიკას თავისი სამყარო აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ საერთოდ და ვერ ვხედავთ და აი ამ სამყაროსთან გასვლაში ასტროლოგია ძალიან გვეხმარება. როდესაც თქვენ მაგალითად ან პირად ურთიერთობაში ხართ, ან სამსახურებრივ სფეროში ხართ, ან უბრალოდ არ იცით საწახვიდეთ, რა გააკეთოთ ცხოვრებაში, აქ იცოდეთ, რომ სინამდვილეში თქვენი გარე სამყარო როგორც თქვენი პატარა ოჯახი, აი ოჯახში როგორ სწავლობდით თვითგადარჩენას, ესე შეგვიძლია უხეშათაც ვთქვათ, ხო, თვითგადარჩენა შეიძლება ეს არ იყოს ეხლა ესე რომ ვთქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს თუნდაც სითბო და სიყვარული ჩვენ რასაც ვიღებთ, ესეც თვითგადარჩენა არის, ჩვენ უნდა ვიყოთ საჭიროები ჩვენი ოჯახისთვის. ნუ იქ მერე დაები არიან, ძმები არიან, იქ ნათესავები კონკურენცია არის გაციტყაზე და აქ მნიშვნელოვანი არის ძალიან ჩვენ მოვერგოთ ამ გარემოს და ზოგჯერ არიან ხოლმე სცენარში ხუთოსანი, რომელიც სულ ხუთოსანი უნდა იყოს, ყველაფერი უნდა იდეალურად გააკეთოს, ისწავლოს, მერე იქ სამსახურში იყოს იდეალური და საბოლოო ჯამში ეს მას კი არ უნდა ეს შინაგანად, თითქოს ეშინია ესე თუ არ გააკეთებს, სხვებს უპირობოდ არ ეყარებათ, ხო? ანუ ფაქტიურად ოჯახის სცენარში არის უკვე დიდი ადამიანი კარიერაში რო არის წასული და რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ სცენარიდან. ხა რატო არის მნიშვნელოვანი, მე ასტროფსიქოლოგიურად საუბრობ, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ სცენარებიდან გამოვიდეთ, ამ ბავშვობის სცენარებიდან, იმიტომ რომ
როცა ჩვენ ისევ ბავშვობაში ვიმყოფებით, ჩვენ წარმოდგენაში იყო, აი დოსტოევსკის ვარიანტს როცა ვლაპარაკობთ, ხო, რომ მას ისევ მამასთან ჰქონდა საქმე, აი პოლიტიკურ სფეროში რო გადავიდეთ, მაგალითად ივანიშვილი თხის რქაში ყავს შავი მთვარე, ასევე რაღაც ავტორიტეტები, სახელმწიფო სტრუქტურები და ის რაღაცნაირად ცდილობს, რომ ეს თავისკენ წამოიღოს ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ, შავი მთვარის ენერგია ესე მუშაობს. აქ არის რომ მე სადღაც ბავშვობაში ვარ, იმ ტრამვებში ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება, განაც ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ. მე ვცხოვრობ ტრამვებით. და ამ ტრამვებში ვარ გაჭედილი გაუცნობიერებლად. აი შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ კი, ესე იყო ჩემი ოჯახი, ჩემი ბავშვობა, ესეთი ემოცია მქონდა, მაგრამ მე ამად ამ წერტილში ვაცნობიერებ ამას და რაღაცნაირად არჩევანის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს და აი ამ მომენტში ვიზრდებით ჩვენ მართლა ფსიქოლოგიურად და გაზრდა რა არის რეალური წამოსვლა ოჯახიდან, რეალური წამოსვლა ფსიქოლოგიურად, სხეულებრივად, ემოციურად, ქვეცნობიერად და აი ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა. აი ეს ძალიან რთული პროცესი არის და მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ არ ვიმეორებდეთ იმ პატერნებს, ზოგჯერ ძალიან კარგი პატერნები არის ეს რომ მე ოჯახი იყო ძალიან კარგი და მე აი ყველანაირად იმ მოდელს ვიმეორებ ახლა სამყაროში და ზოგჯერ ესეც სერიოზული პრობლემა არის ხოლმე, ესეც უნდა ვიცოდეთ და აი აქ ვერ ვამბობთ აი დისფუნქციურ ოჯახში კი რა თქმა უნდა, რაც უფრო მძიმე არის ოჯახი, მით უფრო სერიოზული პრობლემები შეიძლება წამოვიდეს ფსიქიკაში, მაგრამ ძალიან კარგი ოჯახებშიც მინახავს სერიოზული პრობლემების ადამიანის ზუსტად ამის გამო რომ კომფორტს მიეჯაჭვა და თავისთავი ვეღარ იპოვა ამ ყველაფერში. ამიტომ ინდივიდს გააჩნია, ხო, ჩვენს ქვეცნობიერში სულს გააჩნია, როგორ შევხედავთ, როგორ მოვახდენთ ადაპტაციას გარემოში და ამ მოდელების გაცნობიერებაში მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დავინახოთ და დავიჭიროთ ამ გარემოში მე ისე ოჯახთან მაქვს საქმე, ისევ ის პატარა გოგო ან ბიჭი ვარ, თუ მე უკვე ვუყურებ ამას თვალებში და უკვე გავიზარდე, ხო? როდესაც ხდება ეს გაზრდა მეგობრებო, ეს ამტკინეულიც არის, იმიტომ რომ აქ სადღაც თითქოს ოჯახიდან წამოსვლა პირდაპირ უკავშირდება დაუცველობას, უკავშირდება სადღაც თბილი, მყუდრო, სტაბილური კერის დაკარგვას და ზოგჯერ დესტრუქციული კერაც კი, აი თქვათ, აი ამ ძიმე ოჯახი მქონდა და ისე ვიქავარ, ხო, ქვეცნობიერ დონეზე. აი ესეც რთული არის, იმიტომ რაც უფრო დესტრუქციული იყო ოჯახი, მით უფრო ნაკლებად მჯერა მე ჩემი თავის, უფრო მეტი კომპლექსები მაქვს და კიდევ უფრო მიჭირს იქიდან წამოსვლა ფსიქოლოგიურად ძალიან ხმა ქვეცნობიერ დონეზე ხდება ეს ყველაფერი. და მე ახლა ადამიანს რო უყურებ, მაგალითად კარიერაში ან სამსახურში აქვს პრობლემები, ხო? ის სინამდვილეში ან დედას ეჩხუბება არაცნობიერად ან მამას. ან ქალის ავტორიტეტს იქ შეიძლება ბებია ყოფილიყო ტირანი ან პირიქით ძალაუფლების მოყვარე, შეიძლება ბაბუას ეჩხუბება, როგორც ავტორიტეტს, ხო? ანუ ეს არის ოჯახური სცენარები თავიდან ბოლომდე და ჩვენ მერე ვანზოგადებთ და გადაგვაქვს და ჩვენი იქ აი თქვათ ვითხოვთ სიყვარულს, ხო? არაცნობიერ დონეზე და სინამდვილეში ჩვენ დაფასებას ვითხოვთ, მე ამდენ შრომობ და რატო არ მაფასებენ და რო წახვალ თერაპიულად აღმოჩნდა რომ ზუსტად იგივე პრობლემები ქონდა ოჯახში სადღაც, ხო? იქ იყო დაუფასებლობა, იქ იყო სირთულეები და მე ცხოვრებაში ადამიანი, აი ხო სატურნის შემთხვევაში, ხო, როცა სატურნი ძესთან არის მაგალითად ნეგატიურ ასპექტში, რომ მე ისეთი ძიმე და ვალდებულებები მქონდა, რომ მე აღარ მინდა ახლა ის ამდენი ვალდებულებები და ახლა შენ მოიქეცი სწორად, რომ მე არ ამეკიდოს მე ვალდებულებები და მე მოვთხოვ უკვე ადამიანებს, ეს ერთ-ერთი სცენარია, მეორე არის ხოლმე სრული უპასუხისმგებლობაც, ესეც არის. და მე ვთხოვ ადამიანებს, რომ იცი და იმ ადამიანს საერთოდ არის მის რაზე ვილაპარაკები, რატომ და მომთხოვოს მე რაღაც პასუხისმგებლობები, იმიტომ რომ არის იმ სცენარში, იმ ბავშვობაში, სადაც მას კიდებდნენ პასუხისმგებლობებს იმას, რომელიც მისი არ იყო. და აქ აქვს შიში, რომ მე თუ კონტროლი ხელიდან გავუშვი, მე თუ ვინმეს არ შეუქმენი რაღაც ჩარჩო დისციპლინა, ის მერე მეამკიდებს რაღაცას, ხო? და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი იმ მეორე ადამიანთან კი არ არის კონტაქტზე, ის თავის ოჯახთან არის კონტაქტზე და მათ ეჩხუბება და შეიძლება ეს სცენარი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, ეს კონფლიქტი შიდა
და რომელიც ეს გარემოსთან მე რთულდება ურთიერთობები, იმიტომ რომ მათ არ აქვთ მასთან არანაირი ვალდებულება, ხო, ეს საერთოდ სხვა სცენარი და სხვა რეალობა არის. ამიტომ მნიშვნელოვანია რუკაში ვნახოთ რა სცენარებში ვართ ბავშვობაში ჩარჩენილები და ეს სცენარები ახდენენ მთელ ჩვენ ცხოვრებაზე მერე გავლენას. სანამ არ გავაცნობიერებთ და არ დავინახოთ რომ მე ამ სცენარში ვარ და შესაბამისად არ მაქვს კონტაქტი ახლა და ამჟამად მდგომარეობასთან, რეალობასთან არ მაქვს კონტაქტი. მე ვარ წარსულში. მე ვარ ჩემ შინაგან ბავშვთან ერთად წარსულში და შესაბამისად არ ვარ გაზრდილი ფსიქოლოგიურად. და აქ სატურნის ენერგია შემოდის, აი როცა სადესაწის პერიოდს ვამბობ ხოლმე, ხო? აი განსაკუთრებით გვარტყამს სადესაწის პერიოდი ზუსტად მაგასთან, რამდენად ვართ რეალობასთან კონტაქტში, ნუ სატურნის დიდ პერიოდს გულისხმობ. მაქვს 3 ვიდეო მაქვს გონი ამ თემაზე. და აი ზუსტად მაგას ამოწმებს, რამდენად ვართ ახლა და ამჟამად ჩვენ კონტაქტზე საკუთარ თავთან. რამდენად ვართ გაზრდილები ფსიქოლოგიურად. ისევ იმ სცენარებში ვართ, ბავშვობის სცენარში, მზესა და მთვარის ზონაში. ვენერა დაკვადრატებული რას ნიშნავს, რომ მე სადღაც დავისწავლე ქცევა, რომ რაც მაქვს ვერ ვტკბები ამისთვის. პლუტონთან ერთად ეს ტკივილი და სიამონება ერთად არის თითქოს. აი რომ ბავშვობაში სცენარი შეიძლება იყოს, რომ აი რა ფასად მიჯდებოდა რაღაც ლამაზი ტელეფონი რომ ქონოდა. სიტყვაზე გეუბნებით, ხო? აი მარტივი, ხა ძალიან მარტივად გეუბნებით, მაგრამ აი რაღაც ფასად მიჯდებოდა, ან მაყვედრიდნენ მე. სატურნის შემთხვევაში შეიძლება რომ ყველაფერი მქონდა, სატურნი ვენერას შემთხვევაში ყველაფერი მქონდა შეიძლება, მაგრამ სითბო არ იყო ოჯახში, ყურადღება არ იყო. აი გემოს ვერ ვატანდი ამ ყველაფერს, ხო? იმდენად გარემო იყო რაღაცნაირად ცივი და მშრალი, ხო? სიყვარული არ იყო გარშემო ვენერას ენერგია. ამიტომ მე აი ამის განზოგადება ხდება და მთელი ცხოვრება აი ეს რუკა დაბადების მომენტში რაც არის ჩვენ გვაჩვენებს აი უახლოესი პერიოდი როგორ განვითარდება ადამიანის ცხოვრება, რა პატერნები ჩაიდება და მე შემდეგ მთელი ცხოვრება ამას ესე ვთქვათ ვაკატავებთ. აი მაგალითად როცა სატურნი მძიმე პლანეტა არის მესამე სახლში, ხო? და მესამე სახლი ეს არის სკოლის პერიოდი, ეს არის აი მე რომ მაგალითად გავდივარ სახლიდან და თამაში მინდა ბავშვებთან, აი ეს ბავშვები არიან თუ არა საერთოდ გარშემო, ეს არის მესამე სახლი, ხო? და სატურნი აქ მეანიშნებს, სადღაც მოუწია ადამიანს მარტო ყოფნა, არ ყავდა ის თანამოაზრეები, ის ბავშვები არ იყვნენ. ან მაგალითად სწავლაში პრობლემები ქონდა, ცოტა გვიან მოუწია, ხო? რაღაცნაირად იმის ინტელექტუალურ მონაცემებს გახსნა გვიან მოუწია და ზოგს გონია ხოლმე ხა სატურნი როცა მესამე სახლში ზის რომ აიმე ბავშვი ვერ სწავლობს და რაღაცა პრობლემები აქვს და აი ცევითი პრობლემები აქვს და სინამდვილეში ეს ბავშვი ამ მესამე სახლის ზონაში სიმსუბუქე ის რაღაც ელემენტარული ურთიერთობები ცოტა აკლია, იმიტომ რომ სადღაც იყო კომუნიკაციაში პრობლემა, ხო, მის გარშემო. სადღაც რაღაცა პრობლემები იყო, ხო, ბავშვობაში, რომელიც მე ნელა ახდენს მასზე გავლენას. და აი ეს რუკა ძალიან სწრაფ დიაგნოსტიკაში გვეხმარება ჩვენ საერთოდ რა გარემოცვა აქვს ადამიანს, აი ახლა მაგალითად 1 თებერვალს თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება ჩვენი ლაივი მე და ვახოსი და აი მანდ ამაზეც ვისაუბრებთ ველის თეორიაზე უკვე, ხო? ეს ჩემი შეგრძნებები გარემოსთან, მაგრამ ამავე დროს გარემოსაც აღწერს რუკა ძალიან კარგად, ველს აღწერს. მაგალითად ჩვენ შვილს რა კომბინაციები აქვს რუკაში, ის პირდაპირ ის კომბინაციები ჩვენს ესაუბრობს. ჩემი გენეტიკური ხაზი და პარტნიორის მაგალითად გენეტიკური ხაზი, ხო, ბავშვის მამას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ანუ ამ შემთხვევაში ორივე ენერგეტიკა არის ბავშვთან და მე ამბობ, ვაიმე ესეთი რთული ბავშვი არის, შავი მთვარე ვერ შეყავს და ჰიპერაქტიულია და ენერგიულია და ესე იგი ჩემ ოჯახში რაღაცა ბევრი კონფლიქტები იყო. ან რაღაც აი მესთან პრობლემები იყო გამოხატულად, თვით გამოხატვის პრობლემები აქვს ოჯახს, ხო? ან ბევრი ნეგატივი და აგრესია დაგროვდა სადღაც ოჯახში, ხო? და ეხა ბებია ჩემს ყავდა შავი მთვარე მაგალითად ვერჩი. მისი წინაპრები, ახლა მამამისი ესეთ სამხედრო იყო და სულ სამხედროებთან ფაქტიურად იზრდებოდა ბებია ჩემი, ხო, აი ამ ომის სიტუაციაში და აი ეს ქონდა სულ რომ აი მამა სამხედრო იყო და მეც რაღაცა აი ესეთი ძლიერი ტიპაჟი ვარ და
ну ეს შემთხვევა მე ჩვენ და მამ ჩემს ელენა გამოყვა ერთში, მაგრამ ეს ხდება ხოლმე ხო რაღაც ოჯახურად, მაგრამ მისი კომბინაცია ძალიან კარგად ასახავდა მის ოჯახში რა ხდებოდა უბრალოდ, ხო? და ნუ мама მერე ომის შემდგომ მალევე გარდაიცვალა დაზიანებებით, ხო? და აი თვითონ სცენარებზე ძალიან კარგად მიგვანიშნებს მაგალითად თვითონ კომბინაციები, ხო? ახლა შამთვარეს რატო ამბობ, ეს პირდაპირ ენერგეტიკა ჩანს უკვე. აი გეშტალტ თერაპიულად ეს არის ველის თეორია, ჩვენთან ეს არის ენერგეტიკული ველი, ხო? ეს ცოტა უფრო ესეთი ტერმინები არის ხოლმე ეზოთერიკაში. ხამე რატომ მიყვარს უფრო პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ეზოთერიკის გაერთიანება, იმიტომ რომ ცალკე ეზოთერიკა ეს არის ცოტა გაუგებარი, ეს არის როცა მაგალითად რაღაც აწუხებს ადამიანს და აზერავარ რა არის, მაგრამ უნდა გავჭრა სიტყვაზე ხო რომ ვნახო და ფსიქოთერაპია ეს არის, მოდი ახლა სკოპია გავაკეთოთ, იქნებ კურნალობა შეიძლება, იქნებ ორგანო არა მოვაჭრათ და უბრალოდ მივხედოთ, ანუ აი ცოტა ესე მუშაობს, ხო, უფრო პრაქტიკული კუთხით მუშაობს. ეზოთერიკაში რო წავიდეთ, მე აქ ასტროლოგიას არ გულისხმობ, ზოგადად ეზოთერიკას ენერგოპრაქტიკები, მაგალითად იქ რაღაც მისტიკა რო იქითა სამყაროში რაღაც სულები არიან და რაღაცა აი ეს ორივე თუ არ გავაერთიანეთ, ერთგან დავფრინავთ ძალიან და საერთოდ ზოგჯერ შეიძლება ვილაპარაკოთ ის რაც წარმოქმნა არა გვაქვს, ხო, მაგალითად იქ კურნალობები და ესეთი რაღაცები, ხელებით კურნალობა, ენერგიით კურნალობა ზოგჯერ ჩვენ თუ არა გვაქვს რაღაც დასაყრდენი წარმოქმნა არ გქონდეს საერთოდ რაზე ვლაპარაკოთ და მხოლოდ სამეცნიერო ფსიქოლოგიით თუ წავალთ ფროიდისეულად მაგალითად იქ იქნება მარტო სექსუალური თემატიკა და მორჩა მეტი არაფერი ხა და იუნგმა მე ეს გადატეხა რაღაცნაირად ხო და მარტო ეს არ არის და ეს ჰორნეი ყავდა კიდე ერთი ფსიქოთერაპევტი, ეს ფსიქოლოგი, ქალი, რომელმაც სხვა სელენა მარსის შეერთება ჰქონდა მას ლომში და მან თქვა რომ საერთოდ სხვა რაღაცა არის, ხო, ადამიანის ბუნება და მხოლოდ აქ არ უნდა შემოვიფარგლოთ. ახლა ფროიდს შავმთვარე ქალწულში ყავდა მარსთან შეერთებაში და ეს ქალწული საერთოდ რომ გამორიცხავს იქითა სამყაროს და მხოლოდ სამედიცინო და სხეულზე არის ქალწული ორიენტირებული. მეორე ლილიტი ქალწულები არიან ხოლმე, მაგალითად ტომ კრუზს რაც დაემართა რაღაცა სექტა რო შექმნა. რელიგიური სექტა ფაქტიურად საინთოლოგიის ხო რაღაც აი მეცნიერული თემატიკაზე დაფუძნებული ეს მეორე თევზებში გადავარდნა არის ოპოზიციურ ენერგიაში ხო და აი ორი უკიდურესობა არის ხოლმე ან ძალიან ისე ფორმულებს ვიცავთ და იმიტომ მიცავენ ლიტიკალწულიებზე ფროიდის შემთხვევაში ძალიან ისე სამედიცინო ჩარჩოს იმიტომ რომ იცის რომ თუ წავიდა ისეთ მასში შეიძლება ქაოსში და ბოდვაში წავიდეს თევზურად ხო ის მომენტიც არის ხოლმე აქ ეს შავმთვარეს როცა ვეძახით და ამ შემთხვევაში ახლა ფსიქოლოგიაში ეს ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო თევზი ქალწულის ენერგია უნდა გავაერთიანოთ ხო რომ შევიდეთ აქ და ახლა მაგალითად სამეცნიერო სფერო ქალწული არის ეზოთერული სულიერი რელიგიური სფერო თევზები არის და ერთი ცალკე არის სადღაც გასული მეორე ცალკე არის სადღაც გასული საჭირო არის ხოლმე ეს ორივე შევაერთოთ და არ დავიკარგოთ ამ ორ ენერგიაში და ამიტომ აი ფსიქოლოგია მე ძალიან კარგად ვიყენებ ამაში მაგალითად რომ აი ინსტრუმენტები ვისწავლო უფრო პრაქტიკულად ჩაუღრმავდეთ ფსიქიკას ხო რაშიც ასტროლოგია ძალიან კარგად გვეხმარება და აი ერთი იცოდეთ უბრალოდ ეს რეზიუმესავით ეს მინდა რომ გითხრათ, როდესაც თქვენ მაგალითად გარე სამყაროსთან გააქვთ უკვე როგორც დასრულს ურთიერთობა, იცოდეთ რომ თქვენ თავთან გააქვთ ურთიერთობა ბავშვობაში. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის კონტაქტზე გახვიდეთ. ხა მე აი ამ რატო ვერ ვქმნი კარიერას, რა მიშლის ხელს, ხო? და აი აქ შეიძლება მზე იყოს წამოსაწევი სუსტად, მზის პრობლემები იყოს, ხო? მზე რა არის, რომ აი მე როგორ უნდა გამოვხატო ჩემი თავი ამ გარემოში და დაზიანებული მზე შეიძლება რომ ცოტა დესტრუქციულად გამოხატავს ან ძალიან ტრამვებში არის ბავშვობის და მისი მე არის ძალიან ტრამვირებული სხვადასხვა ენერგიებისგან და დიაგნოსტიკა იდენტიფიკაცია ხდება რისგან მოხდა ეს იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში ვისრუტავთ ენერგიას და კი არ ვაცნობიერებთ რა მოხდა ეს ავტომატიზმის დონეზე აი სხეულებრივად გვიჯდება მე ქცევაში და შეგრძნებები
და აი ეს მიმართულება, შიდა მიმართულება ეს ავტომატურად იწყებს მერე თავისი გზით სვას, ესე რომ ვთქვათ და აი ფსიქოლოგია, ასტროლოგია გვეხმარება, რომ აი ესე კი არ გაუშვათ თავისუფალი სვლით. ვისწავლოთ ამის დანახვა და გაკონტროლება და აი რაღაცნაირად ესე ხელის მოკიდება, ხო, რომ სადღაც აქ არ უნდა გაუშვათ რა, ეს აქედან ყოფილა. ესე იგი მე მამასთან მაქვს უფრო ურთიერთობა დასალაგებელი ჩემში, თორე ფიზიკურ მამასთან არაფერი შუაში არ არის. ჩემში რაღაცები უნდა შევცვალო, ჩემში რაღაც აი ზოგჯერ აქვს ხოლმე ცხოვრებაში გამეორებადი პატერნები, ხო? და ზოგჯერ ვიძახით კარმული არის ეს გამეორება. და ზოგჯერ ვიძახით, რომ ეს არის ოჯახური გამეორება და ეს ორივე ერთი არის, იცით, ოჯახში რაც ხდებოდა და აი ამ ერთი და იგივე სიტუაციებს ვიცით და კარმულ ასტროლოგიაში ვიძახით, რომ ეს წინა ცხოვრებებშიც მსგავსი იყო. და ჩვენ ფაქტიურად წარსულში უფრო ვცხოვრობთ ხოლმე ფსიქოემოციურ ენერგეტიკულ დონეზე, ვიდრე აწმოში, მომავალზე აღარ არის ლაპარაკი, ხო? აი აწმოში ახლა და ამჟამად რეალობასთან კონტაქტი ყოველგვარი ტრამვების და წარსულის გარეშე არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმას არ ნიშნავს, რომ მე გარდავიქმნა და სხვა ადამიანი გავხდი, თითქოს ეს წარსული არ არსებობს და უნდა გავაქროთ. არა, ეს არის, რომ მე აქ ვაკონტროლებ, რომ მე ჩემ უფროს რო ველაპარაკები, რომ ეს და ის მინდა, მე სიმდორში მამისგან მინდოდა ეს ყველაფერი, ან ავტორიტეტისგან, ან რაღაც ფიგურისგან მინდოდა ეს ყველაფერი და ამის დანაკლის ვცდილობ მე ვიღაცეებით შევავსო. ვიღაცები სხვანაირად მომექცნენ უკვე და აქ ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს საერთოდ სხვა რეალობა არის, სხვა ადამიანია და მე ვცდილობ რა არის ფსიქიკაში, ვცდილობ ყოველთვის ის დანაკლისები შევივსოთ შემდეგ მომავალში, იქნება ეს მეუღლეთი, იქნება ეს შვილებით, რაც ბავშვობაში გვაკლდა. ან რაც გქონდა ძალიან ბევრი ის შევინარჩუნოთ და ამ დროს რეალობა თურმე რაღაცა ცოტა მკაცრი არის, ისე უპირობოდ აღარ უყვარვართ ხალხს როგორც ადრე. აი ხშირად რო არიან ხოლმე, აი ძალიან ეგოს რო ქაჩავენ თავის თავზე, ხო? და საერთოდ ყველას უყურებენ, რომ თქვენ ყველა ჩემთვის ვალდებულები ხართ, რომ მე რაღაცნაირად მომცეთ ის მე რაც მინდა, ხო? ეს ადამიანურ ენაზე გატუტუცებულ ხალხს რო ეძახით ხოლმე. აი ესეთი გატუტუცებული ბჭყალებში ადამიანები სიამოვნებაში აქაც რეალობასთან კონტაქტზე არიან, რომ აქ უკვე მორჩა უპირობო ის პერაშკების რო ეძახდნენ ხოლმე რუსულად პერაშკების მოცემა და ეხლა შენც რაღაც უნდა გააკეთო, რომ უკან მოგცენ, ხო? და აი აქ ცოტა უკვირთ ხოლმე, აქ ცოტა პატარა ბავშვებით იქცევია ხოლმე, რომ როგორ მე ხო ვიმსახურებ და მე დღევანდელი რეალობა ეუბნება, რომ არა, აღარ იმსახურებ მაგას, ხო? და ნუ ფეხების ბაკონს რო ეძახით და აი აქ მნიშვნელოვანი არის რომ კონტაქტზე გავიდეთ. აქეთ უკიდურესობაში ვართ, იქით უკიდურესობაში და საბოლოო ჯამში ყველა ფსიქოთერაპია ბავშვობაში მიდის, ბავშვობის პატერნების გაცნობიერებაში მიდის და ჩვენთანაც ასტროფსიქოლოგიაც პირდაპირ მანდ მუშაობს. აი რომ მიყვებიან ხოლმე კონსულტაციას რო ვიწყებთ და აი ახლა რა ხდება თქვათ და სხვა შეც აქაც უნდა გითხრათ აუცილებლად მე წერენ ხოლმე რომ რაღაცნაირად გამოგვშა და რაღაცა 8 მართ გვეწყება ასტროფსიქოლოგიის კურსი ერთთვიანი და ვისაც განამარტო სწავლა კიდათ ასტროლოგიის არამედ თერაპიული გაცნობიერებების მიღებაც იმიტომ რომ აქ ჩვენთან ორივე ერთად ხდება ფაქტიურად ჯგუფური თერაპია ხდება ხოლმე ამ სწავლის პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ ამას თერაპიულად ვიყენებთ, როცა ვასწავლე მაგალითად მზეს, მე პირადი რუკებით გავდივართ, მონაწილეთა რუკებით და აქ უკვე პირდაპირ ხდება კონტაქტი ამ მზესთან და ფაქტიურად უკვე თერაპია არის ხოლმე ეს. სხვანაირად ასტროლოგიის სწავლა მე დღევანდელობაში უკვე სხვანაირად ვერ წარმომდგენია. იმიტომ რომ ის ცოდნა არის, რომელიც ჩვენ ძალიან მაღალი ვიბრაციებისთვის უნდა გამოვიყენოთ, მე ესე მჯერა, მაგალითად და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მომწეროთ დახურულ ჯგუფშიც, ღია ჯგუფშიც მაქვს დაწერილი ივენთი და ეს ყველაფერი. სხვა შეც კარგი ივენთები მაქვს ხოლმე პერიოდულად, ვისაც გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ გაეცნოთ. და აი უფრო ამ კუთხით უყურებ ასტროლოგიას, მაინც ბავშვობაში მივდივართ, ხო, აი მიყვებიან, რომ აი ეს ამ კარიერაში ესე ცხოვრობ და ესე და ნუ უყურებ იქ ეგრევე პირად პლანეტებს და ნუ ვიწყებ, რომ კი, აქ ესე ჩანს, მაგრამ მოდი ახლა დავიწყოთ გაცნობიერება. რა ხდებოდა მამასთან? აი აქ ესე ჩანს. აქ ჩანს, რომ ესე განიცდით და ახლა აქ ახართ და
დავიწყოთ ახლა შეხვედრა ამ ენერგიასთან და აი მე მიდიან ხოლმე და უკვე ხდება გაცნობიერება და ფაქტიურად უკვე თერაპიული პროცესიც ხო თერაპია რა არის თერაპია ის კი არა რომ აბი დავლიე და განვიკურნე აქ ხდება გაცნობიერება შეხვედრა საკუთარ მესთან და ეს რუკაც ძალიან კარგად გვიჩვენებს ამ ყველაფერს ხომ და მე გთავაზობ აი რამდენი 415 ვიდეო მქონია ჩაწერილი ახლა ვნახე ხომ დადებული და ну წარმოგიდგენთ ახლა ეს რამხელა შრომა არის ხო რამდენი ინფორმაცია არის ამავე დროს და სულ წერ ხო კვირაში ერთს ან ორ ვიდეოს კიდევ დებ ხოლმე სულ იმისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს მეგობრებო რომ თქვენ ისწავლოთ სწორად საკუთარ თავთან კონტაქტი და ვინცაც ასტროლოგია გაინტერესებს ასტროლოგიის საერთოდ სხვა სიბრტყეში დანახვა ეს არ არის სამკითხაო რამ ხო ეს არის ძალიან სერიოზული ძალიან სულიერი ძალიან მეცნიერული ძალიან საპასუხისგებლო სფერო რომელსაც უნდა მოვეკიდოთ ძალიან სწორად და აი ჩემი მიზანი არის ხოლმე მე რაც გავიარე მე რასაც დაუკაკუნე ის გაგანტოთ ის სამყაროს განახოთ და იმედია თქვენც ხვდებით აი ამ ენერგიას აი ამ სიღრმეს და აი ამ რაღაც მნიშვნელოვან გაცნობიერებებს რასაც შეუძლია ასტროლოგიას შემოგთავაზოს და ცოტა უკვე თანამედროვეც დავინახოთ ასტროლოგია ხო უკვე პიროვნულ განვითარებაში ჩავრთოთ ასტროლოგიური ცოდნა და აი ამას დააკვირდით ახლა რაზეც ვლაპარაკობთ ხო შეიძლება ვერ ერკვევდეთ კომბინაციებში ასტროლოგიაში ისე კარგად და უბრალოდ გაინტერესებთ ამ ვიდეოს უსმენთ ხოლმე დააკვირდით თქვენ ბავშვობას იმ პატერნებს ხომ კიდე უფრო ჩაუღრმავდით ამას რა ხდებოდა აი ის კი არა არა დედა ძალიან კარგი მყავდა ისეთი თბილი ისეთ არა აქ პრობლემები არ იყო და მე რომ ვეხები რომ აი აქ ქალის როლს აგდებ შენ სადღაც სუსტად მიგაჩნია კი აი მამა უფრო ძლიერი იყო და დედას ცხოვრება არ იყო ჩემთვის მაგალითი ზეთყვებოდა ვუყვარდი მაგრამ დედა სუსტი იყო ან მარტო სახლში იყო და რაღაცნაირად მეცოდებოდა და ანუ რეალობა ის არის რომ კარგია ოკეია ყველაფერი დედას მაგრამ მე რო ჩავღმავდებით არის შინაგანად ჩემთვის არ იყო ეს მისაღები არ იყო ეს ესეთი მომხიბვლელი ხო ან იგივე მამასთან შეიძლება იყოს უთბილესი იყო გიждდებოდი მამასთან და გქონდა სიმყარე გქონდა ის გადაწყვეტილებები მოდი ეს გავაკეთოთ მოდი მამიკო შენ მომავალს ესე დავგე არა ამას დედა მიკეთებდა ყველაფერს და მამა უბრალოდ ძალიან საყვარელი იყო და მე უკვირთ ხოლმე რატო ყავთ ესეთი უბრალოდ საყვარელი ქმრები რომელიც მაგალითად არაფერს არ აძლევენ სიტყვაზე ხო ეს ესეც სიმბოლურად რო გითხრათ და აი აქ უნდა გავიდეთ ყოველთვის რომ ერთი არის რომ შეიძლება ოკეი იყოთ მშობელი ისე მაგრამ სინამდვილეში ჩვენ სად ვიყავით კონტაქტზე ჩვენთვის ეს მოდელები რამდენად რა აკლდათ ამათ ან დედას რა აკლდა ან მამას რა აკლდა ის დანაკლისები ჩვენი პრობლემა ხდება მე და ჩვენში უნდა ვეძებოთ და მე ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ან ჩვენი წყენები სხვასთან გადავიტანოთ და იქ ვეძებოთ გამოსავალი ხო ან სადღაც რომელიღაცა მოდელზე ვჯდებით და იგივეს ვაგრძელებთ რასაც მშობლები აგრძელებდნენ და ესეც პრობლემა არის განვითარება არ არის აქ შეწყვეტა არის განვითარების და ჩემი მიზანი არის ხოლმე აქ დავაკაკუნოთ აი ამას შევხვდეთ ამ ემოციებს და აი ახლა YouTube live-ზე კიდევ უფრო გავშლით ამ თემას, უფრო კარგად ვისაუბრებთ და თქვენ კითხვებსაც ველოდებით მე დავახო, იმედია თქვენთვის ეს ჩანაწერიც დაიდება, რა თქმა უნდა, მაგრამ სულ სხვა არის live რეჟიმში ყურება და კითხვების დასმა. მე ესე ვფიქრობ და მოკლედ კიდე რაღაცებს შემოგთავაზებთ მოალში, რა თქმა უნდა, კიდე ვიდეოს. წარმატებას გისურვებთ, მეგობრებო, თუ რამე კითხვები გექნებათ ხოლმე, დამიწერეთ აქაც, მოიწონეთ ეს ვიდეო იქნება, თუ პეიჯი იქნება, რაც არის და ამით უფრო დაეხმარებით არხსაც, ხომ, რომ მეტმა ნახოს. აბა დროებით.